სუვერენიტეტის სრულად აღსადგენად. თავარი არის სუვერენიტეტი. ვიბრძოდით სუვერენიტეტის გაძლიერებისათვის. ბრძოლა თავისუფლებისა და სუვერენიტეტისათვის. სუვერენიტეტის ფასი. ეს განცხადებები, რაც ახლა მოისმინეთ, ჩვენი ყოველდღიურობაა. ქართულმა ოცნებამ მიზანმიმართულად შექმნა სურათი, სადაც ქვეყნის სუვერენიტეტს ილუზორული გარემტრები, იქნება ეს გლობალური ომის პარტია თუ Deep State და მათ მიერ მართული შიდა აგენტები, ჟურნალისტები, აქტივისტები, არასამთავრობოები და ოპოზიცია უპირისპირდებიან. ამ ბრძოლაში, როგორც ოცნება ამტკიცებს, საფრთხე ექმნება ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ამიტომაც ყველაფერი ნებადართულია. იქნება ეს ანტიდემოკრატიული კანონების მიღება, მედიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების დისკრედიტაცია, არასასრუველი ადამიანების მტრებად გამოცხადება, მათზე ფიზიკური თავდასხმები თუ აბსურდული ბრალდებებით დაკავებები. ეს მოდელი მუდმივი დაპირისპირება, უფრო სწორად ხელოვნურად შექმნილი ქაოსი, სადაც საზოგადოება მოგონილი საფრთხის წინააღმდეგ უნდა მობილიზდეს, ქართული ოცნების მმართველობის მთავარ საფუძველს წარმოადგენს. თუმცა ეს მათ მიერ მოგონილი ნოუ-ჰაუ არ არის. სწორი იქნება თუ კი ამ საკითხზე საუბრისას ცოტა ხნით 2000-იანი წლების მოსკოვში გადავინაცვლებთ და ვლადისლავ სურკოვს, კრემლის ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგსა და პუტინის ყოფილ თანაშემწეს გავიხსენებთ. სწორედ მან ჩამოაყალიბა ეგრეთ წოდებული სუვერენული დემოკრატიის კონცეფცია პუტინის მმართველობის ადრეულ ეტაპზე. არ მოგესმათ და შემთხვევითი ნამდვილად არ არის ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან სიტყვა სუვერენიტეტის ასეთი სიხშირით გამოყენება. ამ თეორიაში ის ცენტრალურ როლს ასრულებს. სურკოვი წერდა: ჩვენი დემოკრატიის რუსულ მოდელს ჰქვია სუვერენული დემოკრატია. ჩვენ არ გვინდა ვიყოთ სხვა ქვეყნების მართული სისტემის ნაწილი. დემოკრატია უნდა ასახავდეს ეროვნულ ინტერესებს. ეს კონცეფცია სურკოვმა 2006 წლის ივნისში გააჟღერა, როცა რუსეთი დიდი რვიანის თავმჯდომარე ქვეყანა უნდა გამხდარიყო და დაბალი დემოკრატიული სტანდარტების გამო მწვავე კრიტიკის ქვეშ იმყოფებოდა. სუვერენული დემოკრატიის იდეა უპირველეს ყოვლისა სწორედ კრიტიკის მოსაგერიებლად შეიქმნა. ამავე დროს ის არ გულისხმობს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, არამედ ძალაუფლების ცენტრალიზაციას და იმ ცნებების განეიტრალებას, რომლებიც დასავლურ დემოკრატიებს ახასიათებს. ესენია ღიაობა, გამჭვირვალობა და დამოუკიდებელი ინსტიტუტები. ამ მოდელში სავალდებულოა, რომ ყველაფერი გარეჩარევად აღიქმებოდეს, რათა საბაზისო და უნივერსალური დემოკრატიული ღირებულებები ფეხქვეშ მარტივად გათელო. Единственному выбору укреплять свой суверенитет. დღეს იგივე პრინციპი მოქმედებს საქართველოშიც. დემოკრატია თითქოს არსებობს, ტარდება არჩევნები, ფორმალურად ფუნქციონირებს ინსტიტუტები, მაგრამ ამ პროცესების მართვა ერთი პოლიტიკური ცენტრიდან ხდება და რაც მთავარია, ყველაფერი უცხოური გავლენისგან დაცვის ლოზუნგით იფარება. პირადად მე განვაგრძობ ბრძოლას საქართველოს ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის სრულად აღსადგენად. ირაკლი კობახიძე ამბობს: ჩვენ არ დაუშვებთ, რომ ჩვენი სუვერენიტეტი ვინმე დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს ზუსტად ის სიტყვებია, რასაც სურკოვით 15 წლის წინ წერდა. ქართული ოცნება, ისევე როგორც კრემლი, დემოკრატიის საკუთარ ვერსიას განიხილავს არა როგორც სამართლებრივ პროცესს, არამედ როგორც იდეოლოგიურ დაპირისპირებას დემოკრატიულ სამყაროსთან, რათა ავტორიტარული მმართველობა შეინარჩუნოს. აქვე უნდა გავიხსენოთ ბიძინა ივანიშვილის თანაშემწეს ელდარ გოგოლაძის ინტერვიუ, რომლის მიხედვითაც სურკოვი ქართული ოცნების დამფუძნებლისთვის უცხო ადამიანი სულაც არ არის. თავის შეხვედრებზე, რომელიც ჰქონდა 3 და 4 დეკემბერს, ესა 2003 წელი. ვისთან? სურკოვთან. ვლადისლავ სურკოვთან. სურკოვი იყო მასთან მოსული. იქ ჰოლდინგში, მოსკოვში. მე? სურკოვი სხვა შორის იყო ბიძინას თანაშემწე. ვიდრე კრემლში მოხდებოდა. და ბიძინას კვოტით და რეკომენდაციით მოხდა კრემლის ადმინისტრაციაში. სურკოვის სისტემაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია მტრის შექმნა, რომელიც იბრძვის ქვეყნის ტრადიციებს, ღირებულებებს და მიმართულია საზოგადოების გადაგვარებისკენ. მოდელი პრიმიტიულია. ეს მტერი დასავლეთია, რომელიც ქვეყნის შიგნით მოქმედებს დამოუკიდებელი ჟურნალისტების, აქტივისტებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების ხელით. და რაც უფრო მძიმდება შიდა ვითარება, მით უფრო მრავლდებიან ის ადამიანები, ვისაც მტრების იარლიყი ეწებება. ქართულ რადიკალურ ოპოზიციაში უხვად გაბნეული უცხოეთის აგენტები სულ მოუთმელად ელიან ნეტა არსებობდეს ისეთი ოპოზიცია, რომელიც არ არის уцховая агентура. Навальный работает, конечно, под прикрытием и под непосредственным руководством иностранных спецслужб. NGO-ების დაფინანსება, რომელსაც უცხოეთიდან ხშირად გვამადლიან და დახმარებაში ვითვლიან სინამდვილეში თითქმის მთლიანად აგენტურის გამაგრებას და ხელისუფლებაში მათ მოყვანას ხმარდება. მარტივად რომ ვთქვათ, თუ კრიტიკას გამოთქვამ დასავლეთის დავალებას ასრულებ,
თუ რამე საპროტესტებ, ალბათ აგენტი ხარ და თუ დამოუკიდებელი ხარ, სახელმწიფოს სახელით გეწინააღმდეგებიან. ამ კონტექსტში კრემლის ერთ-ერთ სამიზნეს ბალტიისპირეთის ქვეყნები წარმოადგენენ. სახელმწიფოები, რომლებიც დასავლურ სივრცეში ინტეგრაციის მაგალითებად ითვლებიან. თავის მხრივ ეს კარგი ილუსტრაცია იმისა, თუ რამდენად იდეოლოგიურად ახლოს დგას ქართული ოცნება პუტინის რუსეთთან. შალო პაპუაშვილის თანახმად, ბალტიის პოლიტიკური ელიტები მხოლოდ მაშინ გვემეგობრებიან, თუ თავზე ხელს ავიღებ და თავს ავიფეთქებთ რუსეთთან კონფლიქტში. სურკოვის თანახმად, ეს ქვეყნები ფორმალურად დამოუკიდებელნი არიან, მაგრამ რეალურად აღარ არსებობენ. ციტატა: ზოგი ქვეყანა, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა, დღეს აღარ არსებობს რეალურად. ისინი უბრალოდ საერთაშორისო ბიუროკრატიის ნაწილად იქცნენ. შესაბამისად, როდესაც ქართული ოცნების სპიკერები იმეორებენ ანალოგიურ მესიჯებს, რომელიც კრემლის პირდაპირი კალკია, მხოლოდ რიტორიკული დამთხევა არ არის, ეს იდეოლოგიური შესაბამისობაა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პროპაგანდამ ახალ ტერმინს მიაგნო: deep state. დასავლეთი არა პარტნიორი, არამედ გლობალური ომის პარტიის ნაწილია, რომელიც საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს. კობახიძე 2024 წლის დეკემბერში ამბობდა: იმედი გვაქვს, ტრამპი დაამარცხებს deep states და ეს საქართველოსაც აისახება. აბსურდულობის დასანახად უნდა გავიხსენოთ, რომ ამ განცხადებიდან სულ რამდენიმე თვეში ტრამპის ადმინისტრაციაც უკვე იმავე deep state-ის ნაწილად გამოცხადდა. ზუსტად ისე როგორც რუსეთში, სადაც ალექსანდრ დუგინმა დაწერა. აღმოჩნდა, რომ მაღაზე ძლიერი ძალებით არსებობენ. ეს არის საერთაშორისო deep state. სიტყვები იცვლება, მაგრამ მექანიზმი იგივე რჩება. ყველა, ვინც რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებს, სისტემის მტერია. ისევე როგორც საქართველოში, ვინც არ ემორჩილება ოცნების გზავნილებს, ხდება ეგრეთ წოდებული სუვერენიტეტის მტერი. საბოლოო ჯამში ბალტიური ქვეყნების მაგალითების მსგავსად, deep state-ის ირგვლივ განვითარებული პროპაგანდისა და ტვინის გამორიცხვის აქტიური კამპანიას იმისკენ გვიბიძგებს, რომ ივანიშვილსა და კრემლს შორის არა დამთხევა, არამედ იდეოლოგიურ ერთობას აქვს ადგილი. ბოლო დროს ქართული ოცნება ახალ მუქარებზე საუბრობს. მათი მტკიცებით, შესაძლოა ევროკავშირმა მოგვეხსნას უვიზო რეჟიმი, თუ რუსეთს მეორე ფრონტს არ გაუხსნათ. მაგრამ ყველამ ძალიან კარგად უნდა დაინახოს ის, თუ რას, ასე ვთქვათ, გვიყენებენ სასწორზე ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. ერთ მხარეს დგას ვიზის რიგში დგომა და მეორე მხარეს დგას მშვიდობა, სიმშვიდე, სტაბილურობა, ქვეყნის განვითარება, სამართლის უზენაესობა. როდესაც ასეთი მარტივი დილემის წინაშე დგას საზოგადოება, მე მგონი არჩევანის გაკეთება არის მარტივი. არ არსებობს ამის არანაირი ფაქტობრივი საფუძველი, მაგრამ წარმოიქმნება მორიგი ცრუ საფრთხე, მორიგი ფსიქოლოგიური ზეწოლა და რაც მთავარია, საზოგადოების ნელ-ნელა მომზადება ერთი ფუნდამენტური კითხვისთვის. რა მოხდება, თუ ევროპა საბოლოოდ ვაქცევთ ზურგს? ეს ყველაფერი სპონტანური არ არის, ეს არის იდეოლოგიური სისტემა, რომლის მიზანია დემოკრატიის შიგნიდან გატეხვა, მისი შინაარსის წაშლა და მხოლოდ ფორმების დატოვება. სუვერენული დემოკრატია, სურკოვის რუსული რეცეპტი, დღეს მოქმედებს თბილისში. სიტყვები შეიძლება იყოს ქართული, ლოგიკა კი მთლიანად რუსულია.